Имам удоволствието да ги приветствам, разбира се, първо цветята. ეს კადრები ავტორბოლაში ბულგარეთის ნაციონალური ჩემპიონატის ტვერდიცა ელენას ოფიციალურ გახსნაზეა გადაღებული. ეს ის შეჯიბრების დღეა, რომელიც ვარნელი ავტორბოლელისთვის ტოდორ სლავოვისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სლავოვი იმ სპორტსმენთა შორის იყო, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა საქართველოს და ქართულ საქმეს აკეთებდა. ის სოხუმელ ავტორბოლელთან დავით კვარაცხელიასთან ერთად ყველას ახსენებდა, რომ სოხუმი საქართველოა. ტოდორ სლავოვი გახდა 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და 2013 წლის ბალკანეთის ჩემპიონი, ბულგარეთის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, კოლინ მაკრეის თასის მფლობელი. ეს არასრული ჩამონათვალია ახალგაზრდა ავტორბოლელის მიღწევებისა. ჩემპიონი არ კვდება, ის ლეგენდა ხდება. ამ სიტყვებით გააცილეს ვარნელი ავტორბოლელი კოლეგებმა, მეგობრებმა და მისმა გულშემატკივრებმა. მე ვიყავი ტოდორის პირველი შტურმანი 2005 წელს. ორივენი ვიყავით 20 წლისიანი და ჩვენთვის ეს იყო დებიუტი რალიში. ერთმანეთს ვასწავლიდით, როგორ გვემართა და როგორ მოგვეპოვებინა ამა თუ იმ შეჯიბრებაში გამარჯვება. ასე გავხდით სულით მეგობრები და ლიდერები სპორტში. ტოდორ სლავოვი იყო სულიერად ძლიერი პიროვნება და ყოველთვის მიისწრაფოდა წინ გამარჯვებისკენ. ტოდორისგან ვიყიდე პირველი სარბოლო მანქანა და ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. იგი იყო დადებითი პიროვნება და ყოველთვის გვემახსოვრება მისი მაღალი პროფესიონალიზმი და ადამიანობა. ბევრი წარჩინებული პილოტი ყავს, მაგრამ ტოდორი იყო განუმეორებელი. 2010, 2011 და 2012 წლებში მან ასახა საუკეთესო შედეგები. მან დაუმტკიცა ყველას, რომ იგი იყო თავდადებული პილოტი და სამაგალითო ადამიანი. ტოდორ სლავოვი გახლდათ მაღალი დონის პროფესიონალი და აგრეთვე უაღრესად დადებითი ახალგაზრდა, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა თავის კოლეგებს და უნაწილებდა მათ თავის ცოდნასა და გამოცდილებას. ძალიან გული დაგწყვიტა მისმა ასე უდროოდ წასვლამ. დაუჯერებელია ჩვენთვის. ტოდორ სლავოვი იყო ერთ-ერთი ლეგენდა არა მარტო ბულგარეთის, არამედ ევროპის დონის და მსოფლიო დონის პილოტი. დიდი ბიოგრაფია და დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რომ 2002 წელს, როცა დოშკო ესწრებოდა მსოფლიო ჩემპიონატს, ავტოგრაფს იღებდა მაკრეისგან და ისე გამოვიდა, რომ ის გახდა თვითონ კოლინ მაკრეის თასის მფლობელი. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიაწერა თავის მანქანას სოხუმის საქართველოა და მის მეშვეობით მოხდა მთელ ბულგარეთის სპორტსმენებში ეს წარწერა და სოლიდარობა ჩვენი ერთიანი საქართველოს მიმართ.